ალბათ რთულია წარმოიდგინა, რომ შენი ცხოვრება და მიზნები ერთ დღეს შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. 1991 წლის ომი და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი სწორედ ასეთი მოვლენა იყო, რომელმაც რეგიონის მცხოვრებნი აბსოლუტურად ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. 1993 წელს აფხაზეთის ომის შედეგად 300,000-მდე ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა ყველაფერი, რაც გააჩნდა და თავის ქვეყანაში დევნილი გამხდარიყო ყოველგვარი სოციალური თუ უფლებრივი გარანტიების გარეშე. Самწუხაროდ, დროთა განმავლობაში ყოველივე ეს чумоцемулобად იქცა. Моя країна перебувала у стані війни з Росією ще з 2014 року, але лютий 2022 перевернув життя кожного українця. Це коснулося кожного. Нема було родини, хто б не відчув собі те, що почалася повномасштабна війна. І багато українців, це ми кажемо про мільйони людей, котрі вимушені були покидати свою країну, виїжджати, тому що це було жахливо. დღეის მდგომარეობით საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან 300,000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი და უკრაინიდან 26,000-მდე ლტოლვილი ყავს. ესენი არიან ის სოციალური ჯგუფები, რომელთა ხმა არ ისმის და არ ხდება მათი საჭიროებების აღიარება. თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ და შეეძლოს მათი რეალიზება. სახელმწიფო კი ვალდებულია დაინახოს თითოეული დევნილის, თითოეული ლტოლვილის საჭიროება, აღიაროს მათი უფლებები და ხელი შეუწყოს девнилების და ლტოლვილების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. Дуже важливо, я вважаю, для переселенців вимушених, а також для біженців мати доступ до інформації, де її можна отримувати, куди звернутися. Інформація і юридична потрібна, і медична, і правовий сектор. Це дуже важливо для людей, котрі прибувають до іншої країни. ცხეთამთიანეთის რეგიონულმა ჰაბმა ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოსთან პარტნიორობით შევქმნით დევნილთა სათემო საბჭო და უკრაინელ ლტოლვილთა საბჭო საქართველოში. საბჭოს შექმნის მიზანია ვიმსჯელოთ ამ თემების საჭიროებებზე და ერთად მოვახდინოთ და მოვძებნოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხრელად. საბჭო იზრუნებს ისეთი მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება დევნილთა ხმა ისმოდეს, როგორც გადაწყვეტილების მიღებ პირებთან, ასევე საკანონმდებლო დონეზე. სათემო საბჭო გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს ცენტრალურ და რეგიონულ მედიებთან, რათა ლტოლვილთა პრობლემატიკა და დევნილთა საჭიროებები სათანადოდ იქნას გაშუქებული. პროექტის ფარგლებში დევნილებს და ლტოლვილებს უტარდებათ სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების შესახებ ტრენინგები. ისინი რეგულარულად აწყობენ სამუშაო შეხვედრებს, ცვლიან ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ხვდებიან შესაბამის ექსპერტებს. სათემო საბჭოებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ მცირე პროექტები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება დევნილთა თუ ლტოლვილთა თემს, მათ ყოველდღიურობას და მომავალს. არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე. ეს არის იდეა, რომლის გარშემოც გავერთიანდით.